რადიო ჰერეთი საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას განცხადებით ვეპასუხობს. ჰერეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 25 ივლისს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე შესვენების დროს წაღებული საბუთების ვიდეო გადაღებისას მხოლოდ იმ მოტივით ითხოვდნენ, რათა კონკურსანტების მიერ წარდგელ მთავარ დოკუმენტში სამაუწყებლო კონცეფციაში ცვლილებების შეტანა არ მომხდარიყო. ჰერეთის წარმომადგენლის თხოვნა გადაღების უფლებაზე მეცხრე არხის კამერამაც დააფიქსირა. კომისია კი განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ჰერეთის წარმომადგენლები კომპანიების მიერ რადიო მაუწყებლობის სიხშირის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვდნენ, თუმცა მათ განემარტათ, რომ აღნიშნულ დოკუმენტებს ისინი სხდომის დასრულებისთანავე მიიღებდნენ. ჰერეთის წარმომადგენლებს დოკუმენტების გადაღების შესაძლებლობა მხოლოდ 9 საათის შემდეგ მიეცათ. ჰერეთი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს. საჯარო ორგანიზაცია, საჯარო კონკურსია პოლიტიკის ღია. მუშაობის პროცესშია. თუ შეიძლება რომ გადავიდეთ და. შეიძლება იმზად. მოდი გადავიდეთ და კამერა გადაიღეთ. მაგისენის პრომოინტარებოდი საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომია, დაწერეთ წერილობით მოთხოვნა და გადმოგეცემათ ეს ინფორმაცია. თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ გაცეთ ეს ინფორმაცია, როცა გახსნათ ყველასთვის საჯარო. კი ბატონო. ეხლა თუ შეიძლება განაცხადი გააკეთეთ აღნიშნულ თაობაზე და მოგეცემათ ამის საშუალება. კარგით. შესვენების შემდეგ სამართლებრივ დეპარტამენტმა წარმოადგინა თავისი დასკვნა. შემდეგ კომისიამ გამოაცხადა შესვენება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონი არ იყო დარღვეული და 5-ვე კომპანია იყო დაშვებული კონკურსზე. 100%-ით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ გამორიცხულია რაიმე დოკუმენტაციის გაყალბება მომხდარიყო, რაზეც თითქოს და აპელირებს ჰერეთი. ძალიან გაუკებარია, რომელზე წოლაზე საუბრობს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. იმდენად რამდენად და ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და პრეტენზია, რომ ქონოდა იმის უფლება წარმოდგენილი კონცეფციები, რაც არის მთავარი დოკუმენტი, სწორედ ეს ხდება ამოსავალი წერტილი კომისიის შეფასების, რომ ელემენტარული გადაგვეღო ვიდეოკამერის საშუალებით. ეს იცი როგორი რაღაცაა, არჩევნების დროს რომ გაიტაცოს ვიღაცამ საარჩევნო ყუთი, ჩაკეტოს 9 საათის განმავლობაში, გითხრან ყველაფერი კარგად არის და ამის მერე მოდი ნუ გაგიჩნდება შესაძლო ეჭვი იქ რაღაც სრულიებასთან დაკავშირებით. ამაზეა საუბარი.